მოგესალმებით ლევანი მასწავლებელი. ამ ვიდეოში გავივლით Arduino Python-ის კურსის მესამე იუნიტის მეხუთე ქვეთავს. აქ ვართ გაჩერებული, Code.js პლატფორმაზე ვართ Arduino Python-ის კურსის მესამე იუნიტის მეხუთე ქვეთავზე. დებაგინგი ასე ქვია ამ ქვეთავს. პირველი არის ვიდეო, მეორეში უკვე ახსნილი არის რაღაც თეორიული მასალა და ასევე ახსნილი არის რამდენიმე კომპონენტი და ასევე თუ როგორ უნდა შევაერთოთ პოტენციომეტრი, ამას აგიხსნით ახლა. შემდეგ არის ისე ვიდეოს ტუტორიალი. შემდეგ უკვე აი ეს სამი სავარჯიშო გვაქვს დასაწერი. აქ გვაქვს პოტენციომეტრი, ჯერ LED-ის ანთება გვაქვს ისევ. გავშალოთ, შევიდეთ აქ. აქ ამ დავალებაში არის ასეთი პირობა, რომ ესე იგი LED-ი უნდა იყოს ანთებული 1 წამით და ჩამქრალი უნდა იყოს წამის მეათედით, ანუ 100 მილიწამით, ხო? ეს გვაქვს დასაწერი. გადავედით Tinker-ზე, ავირჩიეთ წრედები, create. გამოვიტანეთ, როგორც აქ გვაქვს გამოტანილი ესე იგი Arduino, breadboard-ი, LED და რეზისტორი, წამოვიღეთ Arduino, წამოვიღეთ breadboard-ი, წამოვიღეთ LED-ი, წამოვიღეთ რეზისტორი შევაერთოთ LED-ის მინუსზე, ანუ რეზისტორის წინაღობა ავირჩიოთ 220 ომი, ოღონდ კილო ომი ჩამოშალოთ ავირჩიოთ ომი, შემდეგ აქედან წამოვიღოთ და შევაერთოთ მინუსში, ეს კაბელის ფერი შევცვალოთ და აქედან წამოვიღოთ და შევაერთოთ ground-ში, აი ასე. ახლა აი აქედან წავიღეთ და შევაერთეთ ნებისმიერ პოზიციაზე აქ. ესე იგი ნებისმიერ digital pin-ი გვინდა, იმიტომ რომ ამას სიკაშკაშით არ ვანთებთ, უბრალოდ უნდა იყოს ანთებული 1 წამით და ჩამქრალი უნდა იყოს 100 მილიწამით, ამიტომ ნებისმიერზე შეგვიძლია შევაერთოთ. ან 0-ზე და 1-ზე არა, რა თქმა უნდა 2-დან ვიწყებთ, ეს RX-ი და TX-ი Arduino-ებს შორის კომუნიკაციისთვის გამოიყენება და ეს საკმაოდ შორი თემა არის ამ ეტაპზე. დავაწყაპუნოთ აი აქ, წავიღოთ, აქ დავაწყაპუნოთ, ასე მოვხაროთ და პირობითად შევაერთოთ მეხუთეზე. მეხუთეში ვაერთებთ ხოლმე. გადავედით კოდებში, ჩამოშალეთ ბლოკს, ავირჩიეთ ტექსტი, დავაჭირეთ continuous და აი აქ ახლა ნახეთ, ჩვენ შეგვიძლია ეს კოდი, მოდი არ წავშალოთ ეს კოდი, დავარედაქტიროთ, ესე იგი აქ ამ ტიპის მაგვრად დავწეროთ 5-იანი, ანუ მეხუთე პინი, Arduino-ს მეხუთე პინი იყოს output-ი, ამას ვეუბნებით. შემდეგ აქაც ესე იგი digital write-ი მეხუთე პინზე გავუშვის სიგნალი 1 წამით, ანუ 1000 მილიწამით და აქაც მეხუთე პინზე შეწყვეტე სიგნალის გაშვება 1000 არა და 100 მილიწამით. სულ ეს იყო ეს კოდი, ამიტომ არ წავშალე რომ თავიდან აღარ დავწერე, ძალიან ცოტა რაღაც იყო გადასასწორებელი. Runs დავაჭიროთ ახლა და აი ნახეთ 1 წამი აინთება და აი 100 მილიწამი იქნება ჩამქრალი, აი სულ ოდნავ ეტყობა. Stops დავაჭიროთ, მოვნიშნოთ, დავაკოპიროთ, გადავიდეთ აქ, ჩავსვათ და submit continuous დავაჭიროთ. მომდევნო დავალებაში უკვე არის პოტენციომეტრი, აი თან პირობაც არის, თან ნახატიც გვაქვს ნაჩვენები როგორ უნდა შევაერთოთ და ასევე უნდა გამოვიყენოთ ფუნქცია map-ი, ეგ map ფუნქციაც უნდა აგიხსნათ ახლა ყველაფერი. მოკლედ, გადავიდეთ ისევ წრედებში Tinker-CAD-ზე, სადაც ჩვენ შეგვიძლია სიმულაციის დაწყება. დავაჭიროთ create, ავირჩიეთ მეორე წრედები და დავიწყეთ ახლა. ესე იგი წამოვიღეთ Arduino, თუ გინდათ, რა თქმა უნდა, აქედან იხემძღვანელეთ. აი ასე, მაგრამ აი აქ გავაკეთებ ახლა. წამოვიღეთ breadboard-ი, წამოვიღეთ LED, წამოვიღეთ რეზისტორი, წამოვიღეთ პოტენციომეტრი. კიდე ხომ არაფერი გვაქვს. არა, მეტი არაფერი. ესე იგი ჩვენ პოტენციომეტრის მნიშვნელობით უნდა შევძლოთ LED-ის სიკაშკაშის რეგულირება. ახლა სანამ ამას ვიზამთ, მანამდე პოტენციომეტრი უნდა გავიგოთ რა არის. რეზისტორი ხო ვიცით რა არის, რეზისტორი ქმნის წინაღობას, ხო? ესე იგი მსგავსი არის პოტენციომეტრიც, ოღონდ ეს არის მექანიკურად მართვადი, ანუ ნახეთ, თუ დაუკვირდებით, ამას აქვს 3 ფეხი და შეგვიძლია მარჯვნივ დავატრიალოთ და მარცხნივ დავატრიალოთ. ახლა ვერ დავატრიალებ, სანამ starts არ დავაჭერ. აი, შეგვიძლია მარჯვნივ დავატრიალოთ და მარცხნივ დავატრიალოთ. ესე იგი, ნახეთ, თუ მარცხნივ გვაქვს დატრიალებული, შუა ფეხსა და მარცხენა ფეხი
არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ახლა ამას დაფაზე ძალიან კარგად ხსნი და ბავშვები ეგრევე იგებენ, სადაც შემიძლია დავხატო ეს პოტენციომეტრის შიგააგებულება, მაგრამ ახლაც შევეცდები რომ ავხსნა. ესე იგი წარმოიდგინეთ, რომ შუა ფეხი და მარცხენა ფეხი არის დაკავშირებული და ასევე შუა ფეხი და მარჯვენა ფეხიც არის დაკავშირებული. იდეაში მარცხენა და მარჯვენა ფეხიც არის დაკავშირებული. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ აი აქ არის ძალიან ბევრი წინაღობა, აი აქ წინაღობებია ძალიან ბევრი. ახლა თუ გვინდა რომ ჩვენ შუა ფეხი და მარცხენა ფეხზე შევაერთოთ, ანუ მაგალითად წამოვიღეთ განათება და გავწყვიტეთ ეს კაბელი და ეს კაბელის ნახევარი შევაერთეთ აქ და ნახევარი შევაერთეთ აქ. აი მოდი გავაკეთოთ ახლა. რეზისტორს დავანებოთ თავი, მაგალითად მარტო პლუსზე და მინუსზე, ანუ წამოვიღეთ ეს პლუსი, შევაერთეთ აქ, წამოვიღეთ მინუსი, შევაერთეთ აქ. ახლა მინუსიდან წამოვიღეთ და შევაერთეთ პოტენციომეტრის ერთ ფეხზე, შუა ფეხი წამოვიღეთ და შევაერთეთ აი აქ LED-ის მინუსზე და LED-ის პლუს ფეხი წამოვიღეთ და შევაერთეთ აი აქ, ანუ პლუსში. ახლა სტარტს, როდესაც დავაჭერ, ნახეთ, LED-ი რა თქმა უნდა გვიჩვენებს, რომ გადაიწვება, იმიტომ რომ რეზისტორი არ გვაქვს დაყენებული, მაგრამ თუ ამას დავატრიალებ, მე ნახეთ, გაქრება ის და ოდნავ უკვე იბჟუტებს, ხო, დაიწყებს ჟუტვას და თუ მაქსიმალურად ბოლომდე დავატრიალებ, აი თითქმის ჩაქვრება, თითქმის კი არა, აი ჩაქვრა. ესე იგი რა ხდება აქ? ესე იგი აქედან როდესაც წამოვიდა დენი, აქ გამოიარა, როდესაც ეს არის ქვევით, ამ შემთხვევაში აქ შეხვდა ნაკლები წინაღობა, ასე წავიდა, წამოვიდა ქვევით, ანუ აქ შეხვდა ნაკლები წინაღობა, წამოვიდა და LED-ი გადაწვა, მაგრამ თუ მე ამას ზევით ავწევ, მაგ შემთხვევაში აი აქედან აქამდე, სანამ აი ამ ხაზამდე მივა, მაშინ უკვე წინაღობები შეხვდა აქ, ბევრი წინაღობა შეხვდა და ამიტომ მოუკლო ამ LED-ის განათებამ. იგივე არის აქაც, ოღონდ უკუპროპორციულია. ახლა ნახეთ, თუ აქედან ნახეთ ეს მარცხენა ფეხი და შუა ფეხი ასე უკვე ნაკლებ წინაღობაა, ხო? მაგ შემთხვევაში შუა ფეხი და მარჯვენა ფეხზე ყველაზე დიდი წინაღობაა. ახლა ამის გაზომვა ძალიან კარგად შეიძლება მულტიმეტრით, მაგრამ მულტიმეტრი ჯერ არ მიხსნია, ეს მულტიმეტრი შემდეგ დავალებებში მოდის და ამიტომ ასე ერთიანად ახლა რო შევყარო ეს ახალი მასალა არ მინდა. კარგი, მოდი ახლა მეორე LED-ი წამოვიღოთ და უფრო დაინახავთ. აი მეორე LED-ი დავსვათ, ასე დავსვათ, რომ კარგად შეხედოთ. ესე იგი, ახლა ნახეთ, შუა ფეხი ხომ არის აქ შეერთებული. ამის შუა ფეხი. მოდი ახლა გადავანაცვლოთ, რომ თითქმის ერთნაირად იყოს. ანუ ესეც წავშალოთ. ეს შევაერთოთ შუა ფეხზე, ასე. აქედან წამოვიღოთ და შევაერთოთ ამის ფეხზე და აქედან წამოვიღოთ ასე, ესეც შევაერთოთ ამის მინუსზე. ესე იგი რა გავაკეთეთ ახლა? აქედან არდუინოდა რომ წამოვიდა მინუსი, გამოიარა, შევიდა შუა ფეხში, ხო? აი აქ შუა ფეხში შევიდა. აქედან გადავა აქეთ, წამოვა ასე და გამოივლის აქ. ასევე აქედან ასე გადავა, აქედან უკვე ამ ბევრი წინაღობის გავლა მოუწევს, ჩამოვა აქ და წავა აქ. ეს კიდევ შევაერთოთ პლუსში. აი ეს. სტარტს როდესაც დავაჭერ, თუ მარცხენა ამას ჩამოვწევ ახლა ქვევით და ესე იგი თუ ეს აინთება, ესაა ჩამქრალი, მაგრამ ეს რომ პირიქით გადავწიო, მეორე აინთება, ნახეთ ბოლოს რო გადავიტანო, მეორე აინთება და ეს იქნება ჩამქრალი. ესე იგი ეს ფეხები, ანუ ამ ფეხების წინაღობები უკუპროპორციული არის, ერთი თუ იზრდება, მეორე იკლებს, ანუ ამის წინაღობა თუ იზრდება, შუა ფეხის და მარჯვენა ფეხის იკლებს. თუ ერთი იკლებს, მეორე იმატებს. კარგი, ეს არის წესით ასე ბრედბორდი დავაბრუნოთ ისევ თავის ადგილზე. აი ეს. ახლა რას ვაკეთებთ? ახლა უბრალოდ პოტენციომეტრი ნახეთ, ხომ გქონდა ჩვენ რომ როდესაც ბოლომდე გადავიტანდით, მაშინ ინთებოდა LED-ი და ეგრევე იწვებოდა, ხო? ახლა ჩვენ უნდა განსაზღვროთ პოტენციომეტრის მნიშვნელობა.
ჯერ გავიხსენოთ, რომ LED-ის მნიშვნელობა არის 0-დან 255-მდე, ხოლო პოტენციომეტრის მნიშვნელობა არის 0-დან 1023-მდე. კარგი, ახლა შეერთებები. ჯერ პირველ რიგში, სანამ LED-ს ავანთებდეთ პოტენციომეტრის დახმარებით, მანამდე პოტენციომეტრის მნიშვნელობის წაკითხვა უნდა ვიცოდეთ. ჯერ უნდა ვისწავლოთ, სანამ პოტენციომეტრის მნიშვნელობას წავიკითხოთ, მანამდე უნდა ვისწავლოთ, თუ როგორ უნდა შევაერთოთ Arduino-ზე. აუცილებლად მარცხენა ფეხი და მარჯვენა ფეხი მინუსზე და პლუსზე, ანუ მარცხენას თუ შევაერთებთ მინუსზე, მაგ შემთხვევაში მარჯვენა შევაერთოთ პლუსზე. და შუა ფეხი არის უკვე სიგნალი, ანუ სიგნალი ეს არის საიდანაც ვკითხულობთ უკვე ნიშნულობას, ასე ჩამოვიტანოთ და ეს შევაერთოთ აი აქ A0 ანალოგიურ პინზე უნდა შევაერთო, იმიტომ რომ როგორც გითხარით, პოტენციომეტრის მნიშვნელობა იზრდება 0-დან 1023-მდე და უნდა წავიკითხო პოტენციომეტრის მნიშვნელობა. ახლა ეს მინუს ჰორიზონტალურ ხაზში და პლუს ჰორიზონტალურ ხაზში კი შევაერთე, მაგრამ ეს მინუსის და პლუსის ხო უნდა დავაერთო აქ Arduino-ზე. ამას ამოვიღებ შევაერთებ აქ მინუსი, ამას ამოვიღებ შევაერთებ აქ პლუსი. გადავიდეთ კოდებში, ჩამოვშალოთ ბლოკს, ავირჩიოთ ტექსტი, continuous დავაჭიროთ, ეს წავშალოთ. ესე იგი, როგორც გითხარით, პოტენციომეტრის მნიშვნელობა იზრდება 0-დან 1023-მდე. ესე იგი, სტარტს დავაჭიროთ, კოდი არ გვაქვს. დავბრუნოთ ისევ. სტარტს დავაჭიროთ. თუ მე ამას მარცხნივ წამოვიღებ, წაიკითხავს 0-ს, ხო? შეხედეთ 0-ს წაიკითხავს, თუ ამ ფეხით ვკითხულობ, წაიკითხავს მნიშვნელობას 0-ს და რაც უფრო გადავწევ მარჯვნივ, მით უფრო მოიმატებს და ავა 1023-მდე, მაგრამ ზუსტად 1023-ს არ წერს ეს ჩვენი Tinkercad-ის პოტენციომეტრი, 1000-მდე ადის. ახლა შევაერთოთ, მოდი ეს სტოპს დავაჭიროთ, შევაერთოთ ეს LED-ც, ეს რეზისტორი იყოს 220 ომი, კილოომი ჩამოშალოთ, ავირჩიოთ ომი. პინი უნდა შევაერთოთ Arduino-ს ერთ-ერთ ფეხზე, რომელსაც აქვს ანალოგიური მნიშვნელობის წაკითხვის შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში მე-5-ზე, ან მე-3-ზე, ან მე-6-ზე, ან აი აქ A-დან რომელიმეზე. იმიტომ რომ უკვე ვიცით, რომ აი ეს მინუსივით რომ აქვს დახატული, იმას შეუძლია ანალოგიური მნიშვნელობის სიგნალის გამოცემა. ესე იგი, რა გითხარით, პოტენციომეტრის მნიშვნელობა არის 0-დან 1023-მდე, LED-ის მნიშვნელობა არის 0-დან 255-მდე. აი ესეც კიდე შევაერთოთ მინუსში, აი აქ არ დაგვავიწყდეს და დავიწყოთ ახლა კოდის წერა. კოდს დავაჭიროთ და დავიწყეთ. ესე იგი, პირველ რიგში პოტენციომეტრის მნიშვნელობა ხო უნდა წავიკითხოთ და წაკითხული მნიშვნელობა, ანუ Arduino უნდა წაიკითხოს პოტენციომეტრის მნიშვნელობა, მაგრამ Arduino-მ რომ შეძლოს პოტენციომეტრის მნიშვნელობის წაკითხვა, ჩვენ Arduino-ს კოდი უნდა დავუწეროთ. მაგრამ დაუშვათ წაიკითხა პოტენციომეტრის მნიშვნელობა, სადღაც უნდა შეინახოს, ამიტომ უნდა შევქმნათ ცვლადი. ვქნით ცვლადს int integer ტიპის pot value დავარქვათ, რომელიც თავიდან გავუტოლოთ 0-ს. წერტილმძიმე, ჩამოვედით ქვევით. ახლა შევქმნით ფუნქცია void setup, ფრჩხილები, ფიგურული ფრჩხილი enter, ჩამოვედით ქვევით, დავხურეთ ეს ფრჩხილი და შემოვედით ტაბით მარჯვნივ. ახლა setup-ში რას ვაკეთებთ? setup-ში ვაკეთებთ პინების განსაზღვრას, ხო? ესე იგი, ჩვენი კომპონენტები ამ შემთხვევაში LED და პოტენციომეტრი, რომელ პინებზე მაქვს შეერთებული Arduino-ს, რომელ პინებზე მაქვს შეერთებული. ესე იგი, pin mode გავხსენით ფრჩხილი და LED მაქვს მე-5 პინზე, ანუ მე-5 პინი მძიმე იყოს output-ი, იმიტომ რომ Arduino-მ უნდა გამოსცეს სიგნალი მე-5 პინზე და ანთოს LED. ხოლო მე-0 პინი აი ეს A0, ანუ აქ დავწეროთ pin mode, გავხსენით ფრჩხილი, მე-0 პინი უნდა იყოს input-ი. დავხუროთ ფრჩხილი და წერტილმძიმე input-ი, იმიტომ რომ აი პირველად ვწერ inputs ამ ვიდეოების განმავლობაში, რაც გავიარეთ, input-ი, იმიტომ რომ პოტენციომეტრმა უნდა გადასცეს ინფორმაცია, ამ შემთხვევაში წინაღობა უნდა წაიკითხოს, ხო?
Arduino-მ. ამიტომ Arduino-ს უნდა ვუთხრათ, რომ ეს პინი იყოს მიმღები, ანუ Arduino-ში შემტანი, ინფორმაციის შემტანი. კარგი, ესეც დავწერეთ, ახლა გადავიდით loop ფუნქციაზე. void loop ბრჭყილი გავხსენით, ფიგურული ბრჭყილი, ჩამოვედით ქვევით და გამოვედით კვერტით. Pot value-ში ხომ უნდა შევინახოთ ჩვენ პოტენციომეტრის მნიშვნელობა. ამიტომ აქ ვწერ ახლა pot value უდრის და ნახეთ როგორ ვკითხულობთ პოტენციომეტრის მნიშვნელობას analog read-ით. ნახეთ ხომ არსებობს analog write-ი და digital write-ი. არსებობს analog read-ი და digital read-იც. Analog write-ს იმიტომ ვიყენებთ, რომ პოტენციომეტრის მნიშვნელობა 1 და 0 არ არის. 1 და 0 რომ იყოს, მაგ შემთხვევაში გამოვიყენებდით digital read-ს. მაგრამ analog read-ს იმიტომ ვიყენებთ, რომ პოტენციომეტრის მნიშვნელობა ცვალებადია 0-დან 1023-მდე. ამიტომ analog read და მენულე პინზე, ანუ ჩვენ ხომ მენულე პინზე გვაქვს შეერთებული პოტენციომეტრი. წაიკითხე მენულე პინზე შემოსული სიგნალი, აი ასე. და რამდენსაც წაიკითხავს იმ მნიშვნელობას შეინახავს pot value. ახლა ნახეთ, ჩვენ შეგვიძლია ეს pot value დავაბეჭდნოთ serial monitor-ზე, მაგრამ serial monitor-ი ჯერ არ გვაგვივლია და მომდევნო დავალებებში იქნება. ამიტომ ზედმეტად რომ არ დავტვირთო ეს ვიდეო, გეტყვით რომ პოტენციომეტრის მნიშვნელობას თუ წაიკითხავს აი ეს analog read-ი, ხომ შეინახავს pot value და ჩვენ ხომ უკვე ვიცით რომ პოტენციომეტრის მნიშვნელობა იცვლება 0-დან 1023-მდე. ახლა ჩვენ რომ უთხრათ LED ANTE, აი მოდი დავწეროთ თუნდაც analog write გავხსენეთ ბრჭყილი და მეხუთე პინზე, მეხუთეზე ხომ გვაქვს შეერთებული, მეხუთე პინზე გავუშვი, მოწიოთ მარჯვნივ, მეხუთე პინზე გავუშვი pot value-ს მნიშვნელობის მქონე სიგნალი. ანუ აქ რომ დავწეროთ აი ასე და წერტილმძიმე. ახლა რა მოხდება? ეს LED კი აინთება, მაგრამ თუ pot value-მ წაიკითხა პოტენციომეტრის მნიშვნელობა, რომელიც 255-ს გადაცდება, 300 იქნება, 400 იქნება, 500, 1000, 1023. მაგ შემთხვევაში ჩვენ ხო ვიცით, რომ LED 255-მდე მუშაობს მარტო, ანუ მაქსიმალური სიკაშკაშე 255 აქვს. მოდი გავუშვათ analog ეს არ ავშალეთ analog. აბა გავუშვათ და აი ნახეთ აინთო, მაგრამ როდესაც ამას ამოვიღებ, აი შეხედეთ რა საკეთებს, ალაგ-ალაგ ციმციმებს, აი ჩავარდნები აქ. არა და მე მინდა რომ როდესაც მარცხნივ იქნება და ჩამქრალი იყოს და ნელ-ნელა როდესაც ამას გადავწევ, ნელ-ნელა მოიმატოს სიკაშკაშემ და როდესაც პოტენციომეტრს ბოლომდე გადავწევ, მაშინ ბოლომდე იყოს ანთებული ეს. და ჩავარდნები იმიტომ აქვს, რომ analog read-ით ჩვენ რო ვკითხულობთ pot value-ს მნიშვნელობა 0-დან 1023-მდე არის და LED კიდე 0-დან 255-მდე მუშაობს. ამიტომ აქვს ჩავარდნები, თუ წაიკითხა pot value 255-ზე მეტი, 300 იქნება ეს, 350, 400 თუ რა, ამ შემთხვევაში ვერ იგებს, ხო? რა სიკაშკაშით აანთოს LED Arduino-მ. ამიტომ ჩვენ ეს pot value უნდა გადავიყვანოთ პროპორციულად 0-სა და 255 მნიშვნელობას შორის. ესე იგი, თუ ეს იქნება 0, ანუ pot value იქნება 0, LED-ის სიკაშკაშეც უნდა იყოს 0. თუ ეს იქნება სიტყვაზე 1023-ის ნახევარის დაახლოებით 512, მაშინ LED-ის სიკაშკაშეც უნდა იყოს 255-ის ნახევარი. ამისთვის ჩვენ ვიყენებთ ფუნქცია map ფუნქციას. მაგრამ უკვე დამეფილი, ანუ უკვე პროპორციულად გადაყვანილი მნიშვნელობა ხო სადღაც უნდა შევინახოთ. ამ შემთხვევაში ჩვენ ისევ შეგვიძლია pot value გამოვიყენოთ და იქვე pot value დავმეფოთ, ან შეგვიძლია ახალი ცვლადი შევქმნათ, მაგალითად int, stop-ს დავაჭიროთ, int და მაგალითად LED value დავარქვათ. უდრის 0-ს უდრიდეს თავიდან და აი აქ LED value უდრის და აი აქ უკვე უნდა გამოვიყენოთ map ფუნქცია. ახალი ბრძანება არის map-ი, გავხსენით ბრჭყილი
და რა უნდა დავმეფოთ პირველ რიგში იმას ვწერთ, ესე იგი რა მნიშვნელობა უნდა გადავიყვანოთ, ანუ აქ უნდა დავწეროთ pot value მძიმე და საიდან უნდა გადავიყვანოთ სად, ესე იგი რა ინტერვალიდან უნდა გადავიყვანოთ რა ინტერვალში. ამ შემთხვევაში ჩვენ pot value უნდა გადავიყვანოთ 0-სა და 1023-დან, ანუ ამ ინტერვალიდან უნდა გადავიყვანოთ 0-სა და 255 ინტერვალს შორის და წერტილმძიმე და აქ უკვე pot values კი აღარ დავწერ, აქ უკვე დავწერ მე led values. Starts დავაჭიროთ. აი როგორც ხედავთ ახლა ანთებული არის მაქსიმალური სიკაშკაშით და როდესაც ამას ნელ-ნელა დავატრიალებ, ჩავარდნები აღარ აქვს უკვე, აი ნელ-ნელა აკლებს სიკაშკაშეს თუ დაუკვირდებით ნელ-ნელა და სულ ბოლოში რომ მოვიტან, მთლიანად ჩაქვრა. ეს map ფუნქცია ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ხშირად გვჭირდება შემდეგ დავალებებში, ამიტომ ყურადღებით დაიმახსოვრეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, map ფუნქცია არის დამეფვა, რაღაც მნიშვნელობის გადაყვანა, რაღაც მნიშვნელობაში. ახლა რას ნიშნავს? 0-სა და 1023 ინტერვალში ყოფი მნიშვნელობა პროპორციულად გადაიყვანენ 0-სა და 255 მნიშვნელობაში, ასე რომ ვთქვათ, შევავიწროვეთ, ხო, ეს მნიშვნელობა პროპორციულად შევავიწროვეთ, შევკვეცეთ, რავი, რაც გვინდა ის დაუძახოთ. უბრალოდ map-ის შემდეგ ფრჩხილები იწერება თავში და ბოლოში და პირველი იწერება რა მნიშვნელობის გადაყვანა გვინდა და ეს pot value რა თქმა უნდა ზევით უნდა იყოს. ეს pot value ქვევით რომ ჩამოვიტანოთ map-ის ქვევით, მაშინ რა თქმა უნდა ვერ იზამს, იმიტომ რომ ჯერ უნდა წავიკითხოთ analog read-ით ეს მნიშვნელობა შეინახოს pot value-მ, ანუ ამ ცვლადმა და შემდეგ დავმეფეთ უკვე და დამეფილი, ანუ უკვე პროპორციულად გადაყვანილს შეინახავს led value ცვლადი და შემდეგ აანთებს ამას. კარგი, stops დავაჭიროთ, ეს შეგვიძლია მთლიანად მოვნიშნოთ, ახლა დავაკოპიროთ და ჩავსვათ აი აქ. ესე იგი ორი ახალი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგაწოდეთ, ეს არის პოტენციომეტრი და ეს არის map ფუნქცია. Submit continuous დავაჭიროთ, მომდენო დავალება ძალიან მარტივია, არაფერი ისეთი განსაკუთრებული, უბრალოდ უნდა ავანთოთ და ჩავაქროთ. რაც იყო მნიშვნელოვანი წინა დავალებაში იყო. მოკლედ ამ დავალებაში, ანუ ამ სავარჯიშოში გვაქვს ასეთი რამ, ნახევარი წამით უნდა აიმთოს ეს LED და შემდეგ ნახევარი წამით ჩაქრეს, მაგრამ ასევე კომენტარები გვჭირდება. შეგვიძლია აქვე დავწეროთ, იმიტომ რომ უკვე გავლილი გვაქვს ეს სავარჯიშოები ორი დახრილი ხაზით იწერება კომენტარი, მაგალითად C++ არის ეს კოდი და მაგალითად დავაწეროთ Arduino Uno პირობით. ჩამოვედით ქვევით, ესე იგი რა უნდა გავაკეთოთ, თუ მე-6-ში არის შეერთებული და ჩვენც ეგრეთ დავწეროთ int ready უდრის 6 წერტილმძიმე, შემდეგ ახლა რა გავაკეთოთ, შევქმნით ცვლადი, რომელსაც დავარქვით ready და რომელსაც მივანიჭეთ 6-იანის მნიშვნელობა, ანუ უკვე ვხვდებით, რომ ეს LED უნდა შევაერთოთ მე-6 პინზე. შევქმნით void setup, ფრჩხილები, ფიგურული ფრჩხილი enter, აქ ფრჩხილი უნდა დავხუროთ, დავაყენოთ pin mode. მე-6, არა, უпроსტად red იყოს output-ი. ფრჩხილი დავხურეთ, წერტილმძიმე დავსვით, ქვევით ჩამოვედით ფიგურული ფრჩხილის ქვევით და შევქმნით მეორე ფუნქცია void loop-ი. და როგორც იცით, loop-ი მეორდება მუდმივად. ტაბით შემოვედით, დავწერეთ digital write ready high. ფრჩხილი დავხურეთ, წერტილმძიმე, ამ პოზიციაში გაჩერდეს 500 მილიწამი. ფრჩხილი დავხურეთ, წერტილმძიმე, ეს შეგეძლიათ მონიშნოთ. ჩამოხვედით ქვევით, ჩააფეიჯდოთ და აქ დაწეროთ low. ესე იგი 500 მილიწამი აინთოს, 500 მილიწამი ჩაქრეს. ეს დავალება სულ შეგვიძლია ეს კოდი მოდი შევამოწმოთ Tinker-ზე, დავაჭიროთ plus, ავირჩიოთ წრედები, გადმოვიტანეთ Arduino,
გადმოვიტანეთ breadboard-ი, რა თქმა უნდა, უკვე შემოსულია, გადმოვიტანეთ LED-ი, გადმოვიტანეთ რეზისტორი, ავირჩიეთ 220 ომი, ეს წამოვიღეთ, მოდი პირდაპირ ასე წამოვიღოთ ground-ში. ეს წამოვიღოთ მე-6-ში გქონდა, ხო? აი ასე. ფერი შევუცვალეთ, კოდი ავირჩიეთ, blocks, text, continue, ეს მოვნიშნეთ. უბრალოდ ჯერ ეს დავაკოპირეთ და აქ ჩავაპეისტეთ. Start-ს დავაჭიროთ. აი ნახეთ, ნახევარი წამეთ წიმწიმებს. კარგი. გადავედით ისევ აქ, submit continuous დავაჭირეთ და მესამე იუნიტის მე-5 ქვეთავიც დავამთავრეთ. მე-6 ქვეთავი, უკვე მესამე იუნიტის მე-6 ქვეთავი არის კვიზი, რაც საკმაოდ საინტერესო კვიზი არის, 15 შეკითხვაა და შეგიძლიათ შეასრულოთ და შეამოწმოთ თქვენი თავი, რამდენად კარგად გახსოვთ გავლილი მასალა. Submit continuous დავაჭიროთ, submit და გადავდივართ უკვე მე-4 ქვეთავზე.